მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მოსკოვიდან. დღეს მთელი ერი გაერთიანებულია წუხარებაში, იმიტომ რომ პატრიარქს ვაცილებთ. უამრავი მილიონობით ადამიანი შეიკრიბა სამებაში, პატივი მიაგო პატრიარქს და ასევე უამრავი ადამიანი მოვიდა მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ჩატარდა პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც უძღვებოდა ტაძრის წინამძღვარი მამა ფიოდორი, რომელიც სხვათაშორის შაბათს იყო ჩასული თბილისში და მან მამა მირონთან ერთად, რომელიც ასევე აფსახურობს ქართველი მოძღვარი, პატივი მიაგეს მათ პატრიარქის სოვნას ტაძარში იგალობეს ჩვენი სახელგანთქმული ჯგუფი ბრავო მეტეხის წარმომადგენლებმა. სამძიმრებ მთელ საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას და ღმერთთან იყოს, უფალთან იყოს ჩვენი პატრიარქი. სამწუხაროდ ჩვენ საქართველოში ამ პერიოდისთვის არ ვიყავით და არა ვართ და მოგვეცა საშუალება რომ აქ ქართულ ეკლესიაში პანაშვიდი გადაგვეხადა და მადლობა ღმერთს რომ შევძელით ეს. ქონდა ურთიერთობა პატრიარქთან პირველი აკადემია, სიმღერის და გალობის აკადემია, რომელიც თბილისში გაიხსნა, პირველი სტუდენტი ვიყავი, იქ დავამთავრე სიმღერის და გალობის უმაღლესი აკადემია და რა თქმა უნდა, ქონდა პატრიარქთან შეხება და ძალიან გვიყვარდა, ძალიან თბილი ადამიანი იყო და საოცრება იყო იმასთან ერთად გატარებული რამოდენიმე წლები, რომელიც მე გამაჩნია ეს და მადლობა ღმერთს, რომ ეს პერიოდი გავიარე მასთან ერთად და დიდება უფალს, რომ უამრავი საგალობელი და ქართული ფოლკლორი შევისწავლე აკადემიაში, სიმღერის და გალობის უმაღლეს აკადემიაში. უსამძიმრებ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას და ღმერთმა გაგვინათოს მისი სული. ბედნიერებაა, რომ მისი მოღვაწეობის ეპოქაში ვიცხოვრეთ. მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ აი თუ კი ადამიანებში აი რაღაცა ისეთი პოზიტიური შეუძლიათ შექმნა ამ დიდ ქვეყანაში, ეს არის ბრავო მეტეხი. აი თვალზე ცრემლი მომივიდა, როდესაც აი ამ აღნიშნული ჯგუფის კონცერტზე ვიყავით და მთელი დარბაზი საქართველოს სკანდირებდა და აი ეს ხალხი არის ჩვენი არაოფიციალური წარმომადგენლები დღეს ამ ქვეყანაში. ესენი ასრულებენ საფაქტობრივად ელჩის ფუნქციას და აი მე მინდა რომ ბიჭებო აი თქვენ აი დღეს ეხლა ისეთი აი ერთ მუშტად შეიკრა ერი, ესეთი რამე არ მომხდარა, რომ მილიონობით ადამიანმა პატივი მიაგო პატრიარქს. ასეთი რამე საქართველოს არ ვიცი, მე დიდი ხანია არ ყოფილა. მარტო საქართველოს კი არა, მე მგონი მსოფლიოშიც ეგეთი
არ ახსოვთ. გაგიჭირდათ როგორ აი ამ ტაძარში პირველად იგალობეთ თუ ქონია? არა, რასაც ხშირად ეს ქართული ტაძარი გახლავთ და ხშირად მოვდივართ. ხშირად მოვდივართ აქ და აქ როცა აქ მოვდივართ ვერ ვგრძნობთ უსაქართლობას. ეს გახლავთ ქართული ეკლესია ძალიან ისტორიული და ძალიან ლამაზი. ანუ ხშირად ასრულებთ აქ საგალობლებს. ძალიან. აღდგომას, რა შოობას. თქმა უნდა. როდესაც საქართველოში არ ვართ, ყოველთვის აქ მოვდივართ სალოცავად. აჰა, კიდევა უფალს. კი და აი დასაკუთრებით აი მომწონს თქვენი რომ აი პატრიოტულ მოტივებზეა თქვენი სიმღერების დიდი ნაწილი. რა თქმა უნდა, ამითი უფრო კარგად ვაჩენთ საქართველოს. და პატრიარქი დღეს არის ნამდვილად ალბათ გადმოფსკერის და ახარებული რომ აი ეს ერთმუშტად შეკრული რუსეთში, რუსეთის მიმართ ჰქონდა განსაკუთრებული სიყვარული. აქ მან დაამთავრა მოსკოვში სემინარია და ყოველთვის იძახდა რომ ჩვენ ერებს შორისო შეშურდათო მტერსო და ამიტომ მოხდაო ჩვენ შორის დაპირისპირება. თქვენ აკეთებთ იმას რომ აი ამ გაღრმავებას და უშუალოდ აი ურთიერთობის გამტკიცების როლი მისია თქვენ გაკისრიათ ძალიან დიდი. კიდევა უფალს. სტილობთ. კიდევ ერთხელ უსამძიმრეთ სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ. მე კიდე დიდი თელ მადლობა საქართველოს უსამძიმრებ და ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქი. ღმერთმა დალოცოს მისი სული. მე კიდე დიდ მადლობას მოგახსენებთ ქართველიერი სახელით, იმიტომ რომ თქვენ მართლა დიდი ფუნქცია გაკისრიათ და დიდი როლი გაკისრიათ, იმიტომ რომ აქ ვინც საქართველო არ იცის და ვინც არ იცის რა არის ქართველიერი, თქვენ აყვარებთ უამრავ რუსს და წარმოდგენა ექნება თქვენი და ბევრი ვიზიტორი შეიძლება იმიტომ ჩამოვიდეს ქვეყანაში, რომ თქვენი სიმღერები და რაც თავარია თქვენი შესანიშნავი ღვინო, რომელიც გამოვშვით. მე მინდა ყველას გითხრათ, რომ მე უკვე დავაჭაშნიკე ბრაუმეტეხის ღვინო, ეს არის შესანიშნავი, ძალიან ისეთი აი ქართული ნამდვილი მახასიათებლებით და ეს ხალხი არ ვიცი სიმღერა, ღვინო, მეტი რა უნდა გააკეთო. მეტი რა. ქართველი კაცის ბუნებაში რაც დევს. ყველანაირად ცდილობენ საქართველოს სახელის გატანას და რა ვიცი, მაგრები ხარ, ძალიან გვიყვარხართ და რა ვიცი, აი ძალიან 1-10 წლის სიცოცხლე მემატება თქვენ სიმღერას. დიდი მადლობა. რო უსმენ და ძალიან მიყვარხართ და ყველა ასე ქართული ასეთი შეგრძნებით. ჩვენც გვიყვარხართ. დიდი მადლობა, ძალიან გვიყვარხართ. ქართველებო გვიყვარხართ. გენაცვალე. გვიყვარხართ. Конечно, это было самое было такое сильное впечатление. Конечно, количество народа огромное. То есть люди стоят в очереди по 7 часов. И причем, даже сказать, что кто-то, может быть, даже не выдержал. Но вот самое главное, что люди в настроении. То есть это такой величайший тут. И все равно люди стоят все эти 7 часов, как бы чувствуют себя как на Пасху. То есть это и сегодня у нас, вот, например, в Стаджаши столько же примерно людей, как и на Пасху. То есть у нас сегодня была прям равная
Да столько людей обычно не было. не бывает. Не То есть бывает. пришло, говорю, как бы как на Пасху. То есть сегодня как бы пасхальный день. И с другой стороны, мы как видим, вот в Москве такая погода показывает нам ту духовную радость, которую имеют люди. Хотя одновременно это как бы печаль расставания, печаль все равно, как не ждали, как не понимали, что святейший уже телом, конечно, уже ослабело. Конечно, это вот разрешение от тела, это как бы для него освобождение. Но все равно нам хотелось, чтобы он еще был с нами. А что вы можете сказать о патриархе? Потому что я, как знаю, у вас были какие-то встречи. Да, конечно, нет. Ваши воспоминания. Нет, Человек, который соединил сейчас Грузию, потому что такого никогда не было, что миллионы людей. То есть он как бы объединились. Вот человек, который, вот я говорю, как им пользуется уважением не только христиан, не только своих как бы чад, но он пользуется мусульман, как бы евреев, как бы армян, то есть всех, кто населяет Грузию, для всех он был человеком близким, понимающим, он участвовал, реально помогал. И все то, что та любовь, которая, конечно, изливалась на него, он все это одновременно возвращал и к тому народу, с кем был. То есть он участвовал во всех вот, в бедах людей. То есть он никогда об этом не говорил, конечно, людям со стороны это не было известно. Конечно, это истинное, настоящее добро христианское, которое он мне никогда не декларировал. Но, конечно, тот, кто стал с ним, был поражен всем. Я говорю, особенно я запомнилось 15 лет назад, когда вот я был просто вместе с делегацией грузинской, когда было здесь богослужение, я, в общем, был рядом с патриархом постоянно. И в течение этого времени я видел, как Господь благословляет все его действия. То есть он решит, как он решит, потому что как бы некая программа постоянно немножко менялась. И вот то, что он делал, всегда было по Божьей. Потому что одно дело программа, просто, так скажем, протокол так называемый, или вот действие святого человека. Я ощущал, что он посадил меня тоже за стол. То есть я говорю, был один случай, говорю, когда он пришел в наш храм, не в этот приезд, но все равно он наш, чуть-чуть пораньше приехали, и певчих нету. Он мне сказал, ничего, подождем. То есть вот представьте, это святейший патриарх, глава церкви, он приехал и смиренно сказал, ничего, как подождем. И мне казалось, что что-то произошло, он совершенно спокойно покрыл это любовью. И таким он был всегда. И во всех своих проявлениях. Поэтому, конечно, столько раз он приглашал меня за стол, как бы сажал. И, в общем, это невозможно передать. То есть впечатления, конечно, такие самые теплые, самые близкие. То есть никакой такой дистанции настоящей, как бы, которой, казалось бы, его положение было, то есть никогда не чувствовал. Всегда близкий и родной отец. Большое спасибо. И следующее я хочу, чтобы подробнее мы говорили о вашей церкви и о той ситуации, которая в России и Грузии, потому что вы очень много делаете тоже для укрепления российско-грузинских отношений, потому что в этой церкви ходят и русские, и грузины, и вот видно то единство, которое создалось благодаря вам. И благодарю вас, что вы приехали в Тбилиси и так говорите о нашей церкви. Я не мог поступить по-другому. В общем, на самом деле, то есть для меня это было само по себе естественно. То есть я как по-другому, хотя со стороны, может, даже кому-то может показаться зачем-то, это на один день всего лишь, но для меня это стоило того. Даже приехать один день, побыть просто у гроба, молиться там, это было замечательно. Без ბევრი ადამიანი მოვიდა ტაძარში პატრიარქისა და საერთოდ საკვირაო წირვა იყო, ისედაც ზადის ხალხი და გიორგი გიგოლაშვილი არის გორიდან ეს კაცი და ისედაც ყოველ კვირა, ყოველ შაბათს ეკლესიაშია, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო ჩვენთვის და თითოეული ქართველისათვის. აი რა სიტყვი პატრიარქზე უწმინდესი გიორგი, ვიცი რომ ყველას დავკვირდა გული მათ შორის შენ და დღესთან და რა ვიცი მე ძალიან გულით მინდოდა რომ დავსწრებულიყავი საქართველოში ყოფილიყავი, მაგრამ გაუგოთ აქ მთელი ქართველობა შეიკრიბა, მადლობა ყველას და ძალიან დაგვწვა გული პატრიარქის გარდაცვალება და ყოველთვის მეხსოვნება ეს თბილისი ადამიანი, რომელიც პირველად რო იყო 2003 წელი იყო, აქ იყო მე და დავესტარი. ერთხელ საქართველოში ვნახე და ისეთი საბეჭდილება. და ბევრი ხალხი იყო დღეს ფაქტიურად მთელი ქართველობა შეიკრიბა აქ და ამდენი ხალხი მე რა ვსმინახე. მარტო აღდგომას და შობას არის მე როგორც ვიცი. და უფრო მეტი იყო დღესდღეობით, უფრო მეტი ხალხი. უფრო მეტი ხალხი იყო. პატარებიც იყვნენ, აგერ ბავშვებიც უფრო არიან და
აი სასიხარულოა ეს ყველაფერი. გაიხარ, დიდი მადლობა. ბორისი არის ტიხაროსანი ამ ტაძრის ბორის ხელაძე. ასევე კითხულობს 60 ქულოს, დღესაც მიიღო მონაწილეობა მსახურებაში, დღეს იყო განსაკუთრებული დღე ჩვენთვის ქართველებისთვის, იმიტომ რომ ეს იყო სევნიანი დღე წირვისა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი. რა სიტყვი დღევანდელ დღეზე და პატრიარქის როლზე ქართულ ეკლესიაში და თვითონ შენ აი ამ მისიაზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უწმინდესო გვიყვარხარ, როგორაც უწმინდესმა თქვა ეს სიტყვები, რომ საქართველოს მიყვარხარ, აი ჩვენს გვიყვარს უწმინდესი და თქვენ თვითონ შეხედეთ დღეს ხალხი რამდენი მოვიდა აგერ მოსკოვში, მადლობა უფალს და მე მინდა ვთქვა პატრიარქზე, რომ პატრიარქი არის ის პიროვნება, იყო ის პიროვნება და არის, რა თქმა უნდა, ის ზეცაში იქნება ყოველთვის ჩვენზე მლოცველი, რომელმაც პირდაპირ შეასრულა სახარების მცნება, რომელიც ბრძანა უფალმა სახარებაში, რომ მომბაძად ჩემთან იყვენით, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. პატრიარქი იყო შვიდი და მდაბალი გულის ადამიანი. ეს მცნება მან ბოლომდე შეასრულა და უფალმა თქვა, რომ მომბაძად ჩემთან იყვენით და ვინც უფალს ბაძავს, ის არის უფლის გვერდით. თქვი და ყოველთვის გავიმეორებ იმას, რომ მალე დადგება ის დრო, რომ პატრიარქს შერაცხავენ წმინდანად და ჩვენ საქართველოს ეყოლება ზეცაში უდიდესი წმინდანი, რომელიც იქნება საქართველოს ხაზზე მლოცველი ყოველთვის და როგორაც უყვარდა მას საქართველოს, ის დაეხმარება ზეციდან იმ სიყვარულით საქართველოს ყოველთვის. ის იყო ჩემი ბავშვის ნათლია, რომელიც მონათლა მან მესამე ჩემი გოგო ანნა და მე მახსოვს, რომ ის აქ რო შემობრძანდა, აქ მოსკოვში რო იყო ჩამობრძანებული. მე პატრიარქს გავიგე, რომ პატრიარქი მოდისო, აქ ცხოვრობდი მაშინ, ხო და აი იმ ადგილზე ვიდექი, ხო და მაინტერესებდა პატრიარქზე შეხედვა, არ ვიყავი მორწმუნე და იქ რო ვიდექი ხალხი იდგა ასე ის გაკეთებული იყო ასე შემოსასვლელი და მე თქვი იქნებ პატრიარქს ხელით შევეხო ანაღაცა, რომ მე თქვი მიდოდა ეს სურვილი მქონდა და იქ რო ვიდექი, ხო დავიჩოქე მუხლებზე და პატრიარქი რო შემოვიდა, რო დამინახა დაჩოქილი, ხო აიღო და თავზე დამადო ხელი. და ჩემში მოხდა რაღაც საოცარი გაბწყინება. მე ისეთი ეს უკვე მე მივხვდი რომ ეს არის მადლი, რომელიც მისგან წამოვიდა ჩემზე და იქედან ახლა მე დიდი მორწმუნე არა ვარ, მაგრამ იქედან წამოსული მე უკვე უფლება მქონდა რომ ეკლესიაში არ მიარა, მე წმენაში არ წამსულიყავ უკვე რომ ეს იმხელა რაღაცა მოხდა ჩემში. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქართველებს მადლობა უფალს, რომ ჩვენ მისმა გარდაცვალებამ ტერი და მოყარე გაგვეერთიანა ქართველი ხალხი. ეხლა გაერთიანებული ვარ ჩვენ და აი ზუსტად ეს გაერთიანება და ეს ერთობა ეხლა არის შესანარჩუნებელი. ჩვენ არ უნდა დავყარგოთ ეს. მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი თითეული ქართველისთვის, იმიტომ რომ პატივი მივაგეთ, ანაშვიდი გადაიხადეს და მე ვიცი რომ თქვენ განსაკუთრებული გარკვეული ცნობები გაკავშირებთ პატრიარქთან და რა სიტყოდით თქვენთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გისამძიმრებთ თელიერს, თელ საქრისტიანოს და საერთოდ ჩვენი პლანეტაზე არ მეგულება ადამიანი, რომ დღევანდელი ჩვენი ტკივილის და სიხარულის არ გაეზიარებინა ჩვენი ერის. უწმინდეს ჩემი ოჯახის ნათლი არის, ჩემი უმცროსი მეოთხე შვილის ნათლი არის და როგორც ჩემი ოჯახის ნათლიას, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ საქართველოში ვერ ჩავედით, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ იდგენო ჩორეთში და მიაღწიეს და მადლობა უფალს. მადლობა ჩვენ უწმინდეს. მადლობა უფალს, რომ მისი ეპოქის შვილები ვართ. დამოკიდებულება ესე ვიტყოდი ალბათ, რომ უწმინდესი მართლაც სრულიად საქართველოსთვის, მართლმადიდებელი სამყაროსთვის და სრულიად ალბათ მთელი სამყაროსთვის უდიდესი პიროვნება იყო. მე ბავშვობიდანვე მახსოვს ალბათ სტუდენტობის დროს, რომელიც როდესაც უკვე ეკლესიასთან ჰქონდა კავშირი და დღემდე. ძალიან სამწუხაროა, რომ აღარ აქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მისი
ღვაწლი და მადლი შეეწევა საქართველოს, ყველა ქართველს და ყველა ქრისტიანს. დიდება უფალს, მადლობა უფალს, რომ ყავდა ესეთი უდიდესი პიროვნება დღესაც და გავაცილეთ ალბათ ბოლო გზაზე დამთავრდეს. პატრიარქი არის სიყვარული. პატრიარქმა ჩვენ დაგვიტოვა აგვამაღლა რაღაცით, გაგვაერთიანა. დღეს ეს ხალხის სიმრავლე მე მგონი არც გასაკვირი იყო, არც მოულოდნელი. და იმედი მაქვს, რომ იმ სიყვარულით როგორც დაგვტოვა პატრიარქმა, ზეციდანაც ესე ფარველობას გაგვიწევს. პატრიარქი გადავიდა იმ განზომილებაში და იქიდანაც გააკეთებს იგივეს, რასაც აქ აკეთებდა ქართველი საქართველოს და ყოველი ადამიანისთვის. ეს არის უდიდესი დანაკარგი, ბუნებრივია ეს ძალიან ჩვეულებრივი ვართ, მაგრამ არის ძალიან დიდი დანაკარგი მთელი საქართველოსათვის. არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ძალიან დიდი ადამიანი იყოს მსოფლიო მნიშვნელობის. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის განთლიანებაში, იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და განსაკუთრებით ჩვენაირ პატარა ერებს და ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და ალბათ იმდენად რთული ამ ყველაფერზე ფიქრი ხარ. ის ვინც ცოტა მოშორებით არის ამ წუთას სამების საკათედრო. უკაცრად მათთვის უფრო რთულია. მესმის თქვენი ყველა თითეული ქართველის სურვილია დაბრუნდეს ქვეყანაში და იქ ბუნებრივია ხა ყველა ადამიანი და განსაკუთრებით ქართველები ყველა თავის ოჯახსა და სამშობლოზეა მიჯაჭვული. ბუნებრივია სხვაგვარად ვერ იქნება, მაგრამ თავარი ეს არის, რომ სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი თავის საქმის საკეთებს და მისი ქვეყნის აღმაყო შვილია. ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი უწმინდეს და უნეტარესის გასვლა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ მან ამ თავისი დროის პატრიარქობის პერიოდში იმდენად დიდი ღვაწლი, იმდენად დიდი მადლი, რომ აი რა დღეს ხდება თბილისში, ნებავთ რუსეთში, თან სოფლიოში, ვინც კი მას იცნობდა, საერთოდ შეხება ქონდა, მე პირადად აი იმდენად მადლიერი ვარ მისი, რომ მე თუ მოვედი ეკლესიაში და ეკლესიური ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, სწორედ ეს მისი დამსახურება, მისი სიყვარული, განუსაზღვრელი მადლიერების და მიტევების გზნობა, ის რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლოცვა კურთხევით საქართველოს ნამდვილად კარგი მომავალი ელის. პირველ რიგში ვიზიარებ მწუხარებას, რომელიც გვაქვს და ეს ადამიანი უკვე სიცოცხლეშივე წმინდანი იყო, ჩემთვის ასე იყო. და მან გააერთიანა კიდევ ერთხელ საქართველოს ბევრჯერ. გააერთიანა, ბევრჯერ გააძლიერა, მაგრამ აი ამ თავის წასვლით იქ ღმერთთან, სადაც მისი ადგილია და მე ვწამს, რომ ის ყველაზე ახლოს არის ღმერთთან და ის იქცა ჩვენთვის ზეციურ მფარველად ახლა. კიდევ ერთი ზეციური მფარველი, რომელიც ყავს ჩვენი წმინდანი. და აი ამ თავისი წასვლით როგორ გააერთიანა ერი. რა ხდებოდა თბილისში, რა ხდება საქართველოში, რა ხდება ყოველთა ქართულთა გულში, თელ სოფლიოში, რა ხდება ქრისტიანულ სამყაროში და მით უმეტეს მართლმადიდებულ სამყაროში. უდიდესი ძალა, უდიდესი პერსონა, რომელმაც თავისი ცხოვრება შესწირა არა, უბრალოდ ემსახურა ღმერთს და თავის ხალხს. და ყველაზე მთავარი სიტყვები, რომელიც დარჩა ჩემს ცხოვრებაში, მე მასთან ქონდა რამოდენიმეჯერ შეხვედრა, მოსკოვშიც იყო ჩამოსული და მაშინაც ვიყავით მისულები. მიყვარხარ საქართველო. მიყვარხარ საქართველო. და ჩვენ თუნავ თქვა, თუნავ ვთქვათ, რომ გვიყვარს პატრიარქი. აი ეს რამ ხელას რა დიდი ძალა დოს ამ სიტყვაში. მისგან ნათქვამი მიყვარხარ. ეს ხო ძალიან დიდი ძალაა. ასე რომ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. თუ კი შეიძლება რაღაცამ გაგაძლიეროს ამ შემთხვევაში არის ის, რომ ყველას უნდა გვტანდეს, რომ ყავს კიდევ ერთი ზეციური მფარველი, კიდევ მეორე საკითხი. დღეს უამრავი ადამიანია შეკრებილი, გლოვობს პატრიარქს და ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი არის ბალხას კაპანაძე, ძალიან ესეთი კარგი ადამიანი, ყოველკვირა ეზიარება, ხედავ ხოლმე და აგავიცანი ეკლესიის წიაღში ეს შესანიშნავი კაცი.
და ის მას თავის საქმიანობა გააჩნია და მოდი მალხაზ აი დღეს ჩვენ აი ყველა დამწუხრებული ვართ პატრიარქის იმ ქვეყნად წასვლით და შენი პოზიცია რა იყო შენთვის პატრიარქი? მივესალმები ყველას, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პატრიარქი ჩემთვის იყო ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი ადამიანი. პირველ რიგში მიუსამძირებ მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მაცხოვრებელ ყველა ქართველს გულით უსამძირებ ყველას უდიდესი წმინდანის წასვლას ამ ქვეყნიდან. უსამძიმრებ ყველას. ჩემთვის იყო მართლა უწმინდესი ის ადამიანი, რა ვიცი, რომელზედაც ჩვენ ვიყავით დამოკიდებული, თუ ერთ-ერთი ადამიანი ყავდა წმინდანი, რომელიც ჩვენზე, ქართველებზე ყველაზე ილოცებოდა. ეხლა შენთვის და ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც აქ მოსკოვში შევიკრიბეთ, პატრიარქი და ეკლესია ერთიანებს მთელ ქართველობას. ყოველკვირა ხედავ, მოდიხარ და ეკლესია ჩვენ გვაერთიანებს ყველას. და ეხლაც დავინახეთ, რომ პატრიარქმა გაერთიანა მთელი საქართველო, მილიონობით ადამიანი და რამდენი ხალხი მოვიდა აგერ ტაძარში. სხვათა შორის მაგის თქვა მინდა, რომ შობა დღეს და აღდომა დღეს არის ხოლმე უამრავი ადამიანი ჩვენ ქართულ ტაძარში. არანაკლები, მეტი თუ არა არანაკლები ხალხი იყო ჩვენი პატრიარქის პატივის მისაგებად. ძალიან დამწუხრებული, ძალიან რა ვიცი, ცრემდინარე ხალხი. მე ვიცი, რომ შენი საქმიანობა აქვს, ჩვენ ახლა უამრავ ადამიანი ჩავწერეთ დღეს და შენ შესახებაც რომ მინდა უთხრა, იმიტომ რომ აი მალხაზ კაპანაძე არის აი ერთი უბრალო ადამიანი და ძალიან ისეთი გვერდში მდგომი ადამიანი თითეული ქართველისთვის. ყოველთვის ის თავის რაღაცა პატარა საქმიანობა აქვს და ყოველთვის ცდილობს რომ ყველას გვერდში დაუდგეს, ყველა ქართველის ნუგეში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ის არც ბიზნესმენია, არც დიდი კაპიტალის მქონე ადამიანი, რატო ვთქვი, რატო გავუსვი ხაზი მალხაზის საქმიანობას, მალხაზი დისტრიბუციას უკეთებს რაღაც ქართულ ღვინოს და მანქანით დადის მოსკოვში, შეგნებულად გავაკეთე, სადაც არის ქართული ფიროსმანის და ქართული გარკვეული წარწერები გაკეთებული და ქართული ორნამენტებით. და აი რო დადიხარ მოსკოვის ქუჩებში რა ის არის, ანუ როგორ გესალმე? სურათებში არის პირველ რიგში მთელი სიყვარული ჩაქსოვილი, რომ როცა ვაკეთებდი მაგას ალბათ ჩემთვის იყო, არ ვიცი, რაღაც წარმოუდგენელი და რო დავდივარ ხოლმე, ბევრი შემინიშნია ხოლმე მანქანიდან სურათებს უღებენ. ისედაც გაჩერებული თუ სადმე ვარ. მოდიან ხოლმე ბევრი რუსებიც, ქართველებიც და სხვადასხვა. და მოდიან ხოლმე და აინტერესებს და იღებენ ხოლმე სურათებს, ძალიან ის არის საინტერესო და აინტერესებს ყველას. ყოფილი ვარ დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ნუ ყველა მის ახლა კრიზისი ყველგან და რა სიტუაციაც არის და რა მდგომარეობაც, მაგრამ დღევანდელ პირობებში საერთოდ საფიქრალი ის არის, რომ ოჯახი იყოს, ჩასაცმელი იყოს და სასმელსაჭმელი იყოს და ზედმეტზე უკვე ზრუნვა დღევანდელ პირობებში მაგაზე აღარც ფიქრობს ადამიანი. თავარია რომ ეს კრიზისი მალე დამთავრდეს და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და უკეთესობისგან იქნება მეგონი ღმერთის წყალობით ყველა. რა მაინტერესებს იცი, აი თუ გიგზნია რაღაცა უცხოთ ამ ქვეყანაში და რამდენი ხანია რაც ახლა ხარ? 98 წლის შემდეგ. აი რამე ისეთი აი დისკრიმინაცია რომ ქართველი ხარ რაღაცა ყოფილა? არც ერთხელ არც შეგრძნებაც არ მქონია მასეთი პირიქით რომ რა ვიცი, უხარიათ რომ ქართველი რო ხარ და რო გეიგებენ ხოლმე პირიქით დადებითად გიყურებენ. ყოფილები არიან და ისეთი რაღაც დისკომფორტი რო და რაღაცა მასეთი შეგრძნება არ მქონია ხოლმე. აი ესე უყვართ პატრიარქი მოსკოვში, რუსეთში. თქვენ კარგად იცით, რომ პატრიარქმა სწორედ მოსკოვში დაამთავრა სასულიერო სემინარია და ის ყოველთვის საუბრობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე მხოლოდ დადებით კონტექსტში. პატრიარქმა თქვა, რომ ჩვენ მტრებს შეშურდათ ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ერთიანობის და ამიტომაც ჩამოაგდეს ის შუღლი, რომელიც ჩამოვარდა შემდგომშიო და მართლაც ესე არის, პატრიარქი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ჩვენ როდესაც საუბრობთ პატრიარქზე და მის ეპისტოლეებზე, მის ქადაგებებზე და თუ გვიყვარს ჩვენ პატრიარქი რასაც საუბრობდა, ის უნდა გავითვალისწინოთ და ის ცხოვრების წესად ვაქციოთ. და თუ ჩვენ გვიყვარს ადამიანი, მისი პოზიციებიც უნდა გვიყვარდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება, რომ აი ამდენი ადამიანი ვიხილე, მე პირადად პატრიარქთან არაერთხელ მომიწია შეხვედრა. ის არის ჩემი ბავშვის ნათლია, მესამე შვილი მომინათლა. ის არის ადამიანი, რომელმაც გააერთიანა სრულიად საქართველო და მე აი
ვიცი, აი ცრემლნარების სიხარულით ვიხსენებ იმ დღეებს, როდესაც მას შევხვდი ამდენჯერმე და ყოველთვის აი მისი პოზიცია იყო ქვეყნის და ერის ემთიანობის სიყვარულის პოზიცია. დღეს მე ვთვლი, რომ ჩვენ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ იქნება შემდგომი პატრიარქი, მაგრამ ესეთი ადამიანები არ იბადებიან ესე ხშირად და იმედი მაქვს მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც პატრიარქმა დაგვიდგინა, დაგვისახა და საქართველო იქნება ერთიანი. და ერთი რამე უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი უწმინდესის შეგონებები, ქადაგებები, ეპისტოლეები, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიურობას ესადაგება, ესალბუნება თითეული მისი ქადაგება. ამით ძვირფასო ტელემოყურებლებო დღევანდელი გადაცემა დასრულდა და ჩვენ უკვე შემდგომ გადაცემაში ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, კარგ ბრძანდებოდეთ.